მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ ავატარს. საკმაოდ საინტერესო სერიები იყო, ვიტყვი რომ შესანიშნავი სერიები იყო მე-10-დან მე-11-მდე, შავი მზის დღე და ზუკო ჩვენებს უნდა შევეცდეს. წინა სერიაში ჩვენები გაიქცნენ, უმცროსები გაიქცნენ და უფროსები ტყვედ ჩაბარდნენ ცეცხლის ხალხს, რაც მე დიდად არ მომეწონა, მაგრამ გავათავისუფლებს დარწმუნებული ვარ, რომ როგორ რა პირობებში არ ვიცით, დიდი ალბათობით ზუკო დაგვეხმარება, რომელიც დირიჟაბლით თუ პარაშუტით უბრალოდ ჩვენ წამოგვყვა სერიის ბოლოს, მე-11 სერიის ბოლოს და ნახოთ ახლა რას ვიზავთ. რა თქმა უნდა შემოგვიერთდება ჩვენ, მაგრამ ცხადია ახლა, აშკარა, ზუკოს გუნდში დამატება გაგვიჭირდება. იმდენი რამ აქვს ცუდი გაკეთებული, რომ გაუჭირდებათ ჩვენებს ზუკოს მიღება. მაგრამ ასეთ დროს მიჩვეული ვარ სირთულეების გადალახვას, სირთულეების გადალახვა უწევთ პერსონაჟებს, ამიტომ ახოთ რას იზამს. ვით დაარწმუნებს ჩვენებს თავის იმაში რომ შეიცვალა. ავატარის მეორე სეზონის მე-12 სერია 3, 2, 1 დავიწყოთ. წყალი. მიწა. როგორ მოხდა რევიზიონზე და აჭარით კომპაური ვარ თქოს. დიდი ხნის წინ. 4 წუთში და გინაც ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლისეან მობრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება. ავატარს 4 სტიქის ბრძანებელს შეეცვალა. მაგრამ როდესაც ის ყველაზე მეტად ჭირდება და ის გაუჩინარდა. გაიხალდა ჭიდები. გასი წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ეს ბრძანებელი ააგია და ეს ბოლოს. საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლა, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მას მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. ავატარის წინა სერია. აბა ამჯერად ვითი გაგახარებთ. ერთად უსაფრთხო ადგილას უნდა წახვიდეთ. ეს იმედი შემოჭრების ერთადერთი გზაა. მე ავატარს შეუერთდები და შენს იყო ეგეთები. ვინაიდან ნამდვილი მოღალატე ხარ და ჩემი სიკვდილი გინდა. რაღაც უცნი. მე ჩემი ბედის წერა ვიცი. შენი დამარცხება ავატარის ბედის წერა. ისეთი ადგილები, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით. დასავლეთის ჰაერის ოი ხო, დასავლეთის ტაძარში მივდივართ, ეგ არც მახსოვდა. და ზუკო მესამე წიგნი, ცეცხლი. დასავლეთის ჰაერის ტაძარი. დასავლეთის ჰაერის ტაძარი. რამდენი ვართ ანუ ახლა? ჰარუ შემოვერთდა ჩემ გუნდს. როგორც მახსოვს დიუკი. ესეც. ამის სახელი ბონკარით და არ მახსენდება. იმას გულისხმობ, რომ ცეცხლის ერთთან დავმარცხდეთ, თუ იმას, რომ დასავლეთის ჰაერის ტაძარში ფეხით მივდივართ? ორივეს. მაპატიეთ ბავშვობა, მაგრამ აპა ამდენი ხალხის ტარებით იღლება. კაი სიცხე კი არის. საინტერესოა დანარჩენები როგორ არიან. ალბათ უკვე ციხეში არიან. მამა ჩემი ციხიდან ახლახან გამოვიდა და უკვე უკან დაბრუნდა. ახლახან არა. მე კი ის დრო მენატრება სულები არ მქონდა. აიგეც ხო. მოვედით. ამას ვგრძნობ. გონი, ჯობია შენმა ფეხებმა მხედველობა შეიმოწმონ. არა, მართალს ამბობს. მოვედით. ქვემოთა თუ ზემოთა? სადა? მაგარია. ქვემოთა. საოცრება. საოცრება იყოს ვერ იცნობდა. აი, ამოტრიალებულია? ზუკო. ესე უჩენს წინა ავატარია. რა საოცარი ხედია. მე ერთადერთი მაინტერესებს. ბორკილდადებული ავატარის ნახვა მინდა. ხო მიცი, რომ ავატარი 100 წელი არავის უნახავს. ანუ მანამდე იყო სანამ
ავატარს რომ ეძებდნენ. პირველ რიგში ჰაერის ყველა ტაძარს შევამოწმებთ. შემდეგ კი მთელ მსოფლიოს კარგი. მასწავლე ვიპოვეთ. ეს ჩვენია. შენი გაძევებიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა. სკურნალობა და დასვენება გჭირს. ცეცხლის სამეფოს ყველაზე ზარმაცი ადამიანისგან სხვას რას უნდა ველოდო? ღირსებას მხოლოდ ავატარის პოვნი დავიბრუნებ. ასე რომ მას ვიპოვი. ახაკინანოს. იმანება. ნუ რა თქმა უნდა, ხა პირდაპირ როგორ გამოჩნდება ასე. აგის თვალწინ. თან გარბის. აქ ევროპა ჩრდილოეთის ჰაერის ტაძრისგან ძალიან განსხვავდება. საინტერესოა აქ საიდუმლო ოთახები თუ არა. წავიდეთ შევამოწმოთ. თქვენ სამი მგონი ბავშვებო, თქვენ წადით. ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. კი. შარში გაეხოვეთ. დაუბნებოდი რომ მე ბატონი დიუკი ვარ. წასვლარატომ არ შემიძლია. უნდა გადავწყვეტეთ რა უნდა ვქნათ. სავინაიდან ავატარი ხარ ამ საუბარში მონაწილეობა შენც უნდა მიიღო. სამართლიანია. და ახალი გეგმა როგორია? მოკლედ, მე თუ მკითხავთ ახალი გეგმა ძველი გეგმა. აა ელემენტს უნდა დაეუფლო და ცეცხლის ბატონი კომეტის გამოჩენამდე უნდა დაამარცხო. რა თქმა უნდა. შესანიშნავია. რა პრობლემაა? მას ახლავე გავაკეთე. არავის უთქვამს რომ ეს ადვილი იქნება. ეს შესაძლებელიც კი არ იქნება. ცეცხლის მართვის მასწავლებელი სად უნდა ვნახო? აგერ მოვა. მოდი ჯონგი მოვძებნოთ. მართალია. ეტავ ჯონგს კიდევ როდი შევხვდებით? ვინ არის? არა, დაივიწყეთ. თუ ეს მნიშვნელოვანია, ყველაფერს ჩემით გავარკვევ. მოკლედ, მგონი ვერავის ვიპოვით. იქნებ ჯობია წავიდეთ და ტაძარი დავათვალიეროთ. ვერავის ვერ იპოვეთ. დაემართა. თვითონ გიპოვით მასწავლებელი. ცეცხლის მართვის მასწავლებელი სადმე ხომ უნდა არსებობდეს. გამარჯობა. მე ზუკო ვარ. მაგრამ ალბათ ეს უკვე გამარჯობა ფესუკო. მოკლედ. გამოცდილება გვაქვს. და მგონი ეს კარგადაც გამარჯვეს. თოჯინებზე ვარჯიშებს არა? ერთმანეთს მაშინ შევხვდით, ოდესაც თავს დაგესხით. მგონი ამის გამო ბოდიში უნდა მოგიხარ. კი. მაგრამ ახლა კარგი ადამიანი ვარ. უпроსორად ადრე მეგონა რომ კარგი ვიყავი, მაგრამ მერთო. მოკლედ, ჩემი აზრით დროა თქვენს ჯგუფს შეუერთდე და ავატარს ცეცხლის მართვა ვასწავლე. ფაკაკასე. აბა, რას მიპასუხებთ? ტაჩი. მე იმავეს ვიტყოდი. ისინი როგორ უნდა დავარწმუნო, რომ მათ მხარეს ვარ? ასე დროს ბიძია რას იზამდა. ზოგო შენს გულში უნდა ჩაისულო, რათა შენი ბოროდი ნაწილისგან გადაარჩინო. შენი ნამდვილი პიროვნება მხოლოდ მაშინ გამოჩნდება. მაშინ ეს კი როდესაც მისნაირად ლაპარაკობ ვერ ხვდები რას გულისხმობს. დაასრულა როგორ მოიქცეოდა. მის მინიავად აიმე. ან შენ ჯგუფს შეუერთდები, ან შენ და შენს მეგობრებს წარმოუდგენლად საშინელ რაღაცებს გაგიკეთებ. არჩევანი შენზეა. საშინელება. ისე კარგად გამომდის. ვაზუას გავიგივიდა, მაგრამ არ გაბედობა გისაკეთება. ახლა შეგვიძლია ცეცხლის მართვის შესწავლაზე დავილაპარაკოთ? რა? ქარის გამო არაფერი მესმის. ვაუ. ჩემს მარხულს შეხედე. ჩემი აზრით მომავლის გეგმებზე უნდა დავილაპარაკოთ. კარგი, მიდი დაიწყე. მე კი პაიშოს გიგანტურ მაკიდას გაჩვენებთ. და ეს დარბაზიც მოგეწონება. აიშოს გიგანტურ მაკიდას. მგონი ამის გადადება მოგვიწევს. ოპ. გამარჯობა. მე ზუკო ვარ. ვაიმე მართლა იქ თქვა. მოიცადეთ. გავიგე რომ მაგალითად ამიტომ გადავწყვიტე დაგლოდებოდით. ნუ არაფერს დერჩის. ვიცი ალბათ გიკვირთ აქ რომ ხედავთ. ძალიან აღარ გვიკვირს. იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველთვის უკან დავყვები. ეხო. მოკლედ,
თქვენთვის იმის თქმა მინდოდა რომ შევიცვალე. და მე ახლა კარგი ვარ. და ვფიქრობ რომ თქვენ ჯგუფს უნდა მე ახლა კარგი ვარ ცოტა საეჭვოც ჟღერს. იცით მე რა თქვი? რა გინდა? მართლა გონია რომ რომელიმე ჩვენგანი გენდობა? ფიქრობ რომ ასეთი სულელები ვართ? მე არ ვფიქრობ. შენ გამუდმებით გვითვალთვალებდი და ანგის დაჭერას ვცდილობდი. მე კარგი რაღაცეების გამიკეთებია. იმის თქმა მინდა რომ ბასინგსეში თქვენი ბიზონის მოპარვა შემეძლო, მაგრამ ის გავუშვი. ეს უკვე მაგიტობა ის რომ აპა არაფერი დაგიშავა. როგორც ჩანს აპას ის მოსწონს. ალბათ თაფლიან კაცრავად. რაღაცა ისურა თაპამ გალოკოს. ეს არის სუკა. მისმის ჩემი რატომაც არ გჯერათ და ვიცი რომ წარსულში შეცდომები დაუშვი. მაგალითად მაშინ როდესაც ჩვენ სოფელს თავს დაესხეს. სუკა. და ჩემს ყოლსა და ჩვენს დასაჭერად გამოიყენე? თუ ყელსაბაბი შენ თვითონ დაგარგე კატარა. წები გავაკეთე. ვწდებოდი როდესაც თქვენს დაჭერას ვცდილობდი და ვწუხვა რომ წყლის ტომს თავს დავესხი. და თქვენთან დაქირავებული მკვლელი არ უნდა გამომეგზავნა. დროა გავჩერდე. მოიცადეთ ცეცხლის მქონელი კაცი შენ აუ, ეხორესო. სახელი ქვია, მაგრამ ხო, მაბადიე, შენი მეგობარი. რა ქვია ისე? ის ჩემი მეგობარი არ არის. კაცმა მე და კატარა ციხეში გამოკეტა და ჩვენი აფეთქება უნდოდა. შენ რატომ არაფერს ამბობ? ერთხელ მითხარი რომ დამეგობრება შეგვიძლია. შენ იცი რომ კარგი თვისებებიც მაქვს. რთულია, ნამდვილად რთულია. შენი ნდობა არ შეგვიძლია მას შემდეგ რაც გაგვიკეთე. ჩვენ ჯგუფში არასდროს მიგიღებთ. აქედან უნდა წახვიდე, ახლავე. ვცდილობ აგიხსნათ რომ ის ადამიანი აღარ ვარ ვინც ადრე ვიყავი. ან წახვალ, ან შემოგიდებთ. თუ მეგობრად არ მიმიღებთ. ტყვედ მაინც ამიყვანეთ. არა გიყვანთ. კარგი რა. წადი და აღარ დაბრუნდე. და თუ კიდევ ერთხელ გნახავთ. არა, ჯობია რომ აღარასდროს გნახოთ. ეს უფრო ცუდია ვიდრე მე მეგონა რომ იქნებოდა. რაც ბასიქსში გააკეთა სიმართლე გითხრათ ის მე. კაი ვერ ვიტყვი რომ იგივე სვისამდე. ესეთი სულელი ვარ. რაზე ვფიქრობდი, როდესაც მათ იმას ვეუბნებოდი, რომ დაქირავებული მკვლელი მიუგზავნე. რატომ არ ვთქვი, რომ ეს აზულამ გააკეთა? ამას დაიჯერებდნენ. სულელი ვარ. კი. ნუ სამართლიანი მაინც იყავი. ადრე თუ გვიერ გაიგებდნენ მაინც და ოქდებოდა. ნათელია რომ ჩვენთვის მახის დაგება უნდა. ზუსტად ასე იქცეოდა, როდესაც ბასინგსეში ციხეში ვისხედით. მან დედამისზე რაღაცების მოყოლა დაიწყო და მომეჩვენა რომ შეულებრივია. აი ბასინგსეზე ცოტა გავჩერდები. უნდოდა რომ მისი ნათქვამი დაგეჯერებინა და თანაგზნობა გამოიხატა რომ შემდეგ შემოეტია. საქმე იმაშია რომ გამოუვიდა. შემეცოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ დაბნეული და გულნატკენი იყო. მაგრამ როდესაც არის. მან თავისი არჩევანი გააკეთა. ეს კი ძვირად დაგუჭდა. კი, იმიტომ რომ არჩევანი მე გააკეთა. რაღაც უნდა ვაღიარო. გახსოვთ თქვენ ორნი ავად გახდით. მე კი ჯაომ დამიჭირა. და შენ გვაიძულე გაყინული ბაყაყები დაგვეწუწნა. ამას რა დამავიწყო? გადაგაჩინეთ. ერთი თვის განმავლობაში მეჭეჭი მქონდა. აუ. სოკა, ყელი გაგისინჯა და გითხარი რომ არაფერი გქონდა. მე მას ვგზნობდი. ეს ხომ ჩემი ყელია. გამერთა. მოკლედ, როდესაც ჯაომ დამიჭირა, ზუკო მოვიდა და გადამარჩინა. მან ჩემს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. არ მჯერა. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებდა რომ თვითონ დაეჭირე. ხო, შეეგუე ან. მისთვის მხოლოდ კი. ჯილდო ხარ. ალბათ მართლები. მაშინ ეგრე გააკეთა. თავისუფლებაზე რა სისულელებს ლაპარაკობდა. როგორი მატყუ არა ყოფილა. სინამდვილეში ის არ ტყუოდა. ხო, ხოჭა. თავისი სიბოროტეების იას ცხოველებთან სასტიკი მოქცევა აღარ მიამატა. კარგი რა. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ თუ მის ოჯახსა და აღზრდას გავითვალისწინებთ ის გაცილებით უარესი ადამიანი შეიძლება და ყოფილიყო. მართალი ხარტო. მოდით მოვძებნოთ და медаლი მივცეთ. მან ნომინაციაში უარესი იდიოტი შეიძლება და ყოფილიყავი გაიმარჯვა. ხოლო ის ვიცი რომ სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ და გულწრფელი ვართ. ცნობების გამო საღად ვეღარ ფიქრობთ. შენთვის ამის თქმა ადვილია. ჩვენთან ერთად არ ყოფილიყარ, როდესაც თავს დაგვესხა. არც ის გინახავს კიოშის კუნძული როგორ განაწვა. სიცოცხლის ტაძარში ჩემშეპყრობას როგორც ცდილობთ. და მის დაცვას ხედავთ, მართლა რთულია. კატარა, თქვენ ყველანი ერთ გადამწყვეტ ფაქტს აიგნორებთ. ანგს ცეცხლის მართვის მასწავლებელი სჭირდება და ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნა, ვინც მასწავლებლობას გაუწევს. ახლა, როდესაც ისეთი ადამიანი ჩვენთან თვითონ მოვიდა, ამაზე არც კი დაფიქრებულ ხართ. კარგი, ცეცხლის მასწავლებელი სჭირდება, მაგრამ მინდა რომ ზუკო ჩემი მასწავლებელი. თვალენდობა კი. მართალი ხარ მეგობარ. შენს ყველაფერი გადაწყვეტილია.
ჩემი გასაკვირად ტოპი არის ერთადერთი ვინც ზუკოს ფარსა. ვაუ! ტოპ, სანჯესო ჩვენს პრიმავინ არის. ოჩახ. აქ ვინ არის? უკან დაიხია. აუ. აა! ფეხები დამიწვი. მაპატიე, შეცდომა იყო. მომშორდი. უფლება მომეცი დაგეხმარო. მაპატიე. თავი დამანებე. მომშორდი. აა! არ ვიცოდი რომ ეს შენი ყავი. დაბრუნდი. კარგ ადამიანად ყოფნა რატომ არ გამომდის? ეს ცანცუდია. ტოპს შანსი კიდევ დამიეცა. გინახავთ. გუშინდელი ჩხუბის შემდეგ აღარ მინახავს. იქნებ უბრალოდ ჰაერის ტაძარს იკვლევს. აქ ბევრი კარგი ადგილია, სადაც მიწის მართვაში ვარჯიში შეგვიძლია. გონი მის მოსაძებნად უნდა წავიდეთ. დააცადეთ თავის ქვებთან ერთად გაერთოს. მისი ყვირილი ჯერ არ მომნათრებია. მის მოსაძებნად ჩვენ წავალ. დარეგლების და ხანდაკების დაწესება კიდევ ერთხელ მინდა. მას შემდეგ რაც მოხოჭები შევუკეთე, ჩემი ეტლი უკეთესად დადის. შენი სახელი შევახსენე თორე. სულ მინდა ამის მიმართვა, როგორ სახელს ვერ ვიხსენებ. ტოპ, რა მოხდა? ფეხები დამეწვა. არა, რა მოხდა? ხომ გითხარი? ფეხები დამეწვა. ო, მაგრამ როგორ დაგეწვა? გუშინღამე ზუკოს სანახავად წავედი. სად წახვედი? ზუკოს სანახავად? უბრალოდ ვიფიქრე რომ დაგვეხმარებოდა და თუ დაველაპარაკებოდი, ერთად რამეს მოვიფიქრებდით. და ის თავს დაგესხა. ხო, ასეა და თან ასე არ არის. ეს უბედური შემთხვევა იყო. მაგრამ მან შენს წინააღმდეგ ცეცხლის მართვა გამოიყენა. ხო, არ იცოდა რომ ტოპი იყო. ხედავ? ზუკო სენდი და დაიწვი. სწორედ ასეა. შენი ფეხების მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება. მინდა რომ მალე გამოჯანმრთელდე. ხო, მეც თან დიდი ხანია გასული რაც დაიწყო. და მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. მასთან უნდა წავიდეთ. უბი არ მინდა, მაგრამ მართალი ხარ. მასთან უნდა წახვიდეთ კი. სხვა არჩევანი აღარ გვაქვს. ის ძვიერია, მაგრამ მისი დაჭერის გზას გამოუნახავთ. იქნებ უბრალოდ აქ დავპატიჟოთ. ყველობაში ყოფნა ისედაც უნდოდა. აქ მოვიყვანოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი ტყვე იქნება. შემდეგ დავიჭიროთ და მართლა ტყვე გახდება. ამას ვერც რა მაგარია. სიურპრიზების ოსტატი ხარ სოდა. ვუთხრათ რომ ჩემი ტყვე იქნები. მე დავიჭირო და მართლა ტყვე იქნება. ო, ეს კი ნამდვილად სასიამოვნოა. ახლა ხვდები რასაც გრძნობ. ფეხებით დაბრმავება ნამდვილად საშინელებაა. ვაიმე კიდე ეს ხეთქებადი კაცი. ახლა რა უნდა ვქნათ? ახლა თუ პირდაპირ დაგვი ოპა ზუკო გაჩერდი. აღარ მინდა რომ ავატარს უთვალო. ოჰო, გაიგონებს. გაჩერდი. გიბძანე. всё, მორჩა. თუ შეტევას გააგზელებ, ფულს არ გადაგიხდი. სუფეხებზე კიდია. თუ გაჩერდები, ორმაგს გადაგიხდი. ორმაგს გადაგიხდი. ტიპი მართლა რობოტია, რასაც ერთხელ ტყუის ესმის. და ახლა ზუკოს წინააღმდეგ, ჰა? გადააგდო. ოო! რა თქმა უნდა, აფეთქების ბრძანებლის დამარცხება გაგვიჭირდება. ოჰ! რკინის კაცია მართლა. მინდა აღნიშნო აფეთქების ანიმაცია ძალიან მომწონს.
მართვას ვერ გამოვიყენებ, რადგან ავფეთქდები. თანაც ამ ადგილიდან კარგად ვერ დავუმიზნებ. ვიცი რაც უნდა ვქნათ. აბა ეს ვაპირებთ სოკა. კარგი მეგობარო, იცოდი არ დამახალატო. მოარტყა. მაგარია. ბუმერანგო. სოკამ დაამარცხა. კაი, დაგიდეთ. კარგი რა, ბუმერანგო. მეგონი არც ერთი დაკაწლიო, აი რა მოხდა ახლა? ვერ ვიხდი რა ქნა? უკაცრავად. რა დამისლა ეს ყველება? მაგრამ გმადლობს ზუკო. და ჩემზე არაფერს იტყვი? მე ხომ ბუმერანგი გამოვიყენე. მისმინე. ვიცი რომ გუშინ ჩემი თავი კარგად ვერ წარმოვაჩინე. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ გადავიტანე და ეს ძალიან რთული იყო. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ ჭეშმარიტება გამეგო. მეგონა რომ ღირსება დავკარგე და მას მამა ჩემი დამიბრუნებდა. ახლა ვიცი რომ ღირსება სხვა ვერ დაგიბრუნებს. ის შემოიბრუნა და სწორი რაღაცები უნდა აკეთო. ახლა მხოლოდ ის მინდა რომ მამუმის დასრულებაში ჩემი წვლილი შევიტანო. და ვიცი რომ ჩემი ბედისწერა თქვენი დახმარება და მსოფლიოში წონასწორობის აღდგენაა. სრულხوار რომ ტკივილი მოგახენა. შესაძლოა ცეცხლის საშიში და ველური იყოს. ისევე როგორც ცეცხლის ჯადოქარი. ამიტომ ფრთხილი უნდა ვიყო და საკუთარი ძალა უნდა ვაკონტროლო. რათა ხალხს ტკივილი აღარ მივაყენო. ვფიქრობ ჩემი მასწავლებელი უნდა იყო. Yes. როდესაც პირველად ცეცხლის მართვის სწავლა დავიწყე. კატარა დავწვი. და ამის შემდეგ ცეცხლის მართვის გამოყენება აღარ მინდოდა. მაგრამ ახლა ვხვდები რომ საყვარელი ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება ძალიან ადვილია და ამას შენც ხვდები. მინდა რომ ჩემი მასწავლებელი. გმადლობ. გადავთ. რომ ჯგუფში მიმიხარ. ნუ ვიჩქარებთ. ჩემი მეგობრების აზრიც უნდა გავიგო. და შენ ზუკომ დაგწვა. ამაზე რას ფიქრობ? წინააღმდეგი არ ვარ. შემოგვიერთდეს. სპექტრ რომ ექნება, რათა გუშინდელისთვის სამაგიერო გადავახოთ. ზოკა? მე მხოლოდ ცეცხლის ბატონის დამარცხება მინდა. თუ ფიქრობ რომ ის დაგვეხმარება, მაშინ თანახმად. კი, მე დავუძმა კაცები აუცილებლად. კატარა. აი 100% ვარ დაწუნებული. კატარას ეხლასა ისეთი. ხო ისე კატარას. ყველაფერს ვეთანხმები, რასაც სწორად ჩათვლი. იმეც არ გაგიცრუებთ. პირდებით. აი მოვედით. სახლი საყვარელი სახლი. ალბათ იცი რომ ეს დროებითი სახლია. ლიფტები ამოალაგე. მალე სადილის დროა. კეთილი იყოს შენი ჩვენს ჯგუფში გაწევრიანება. ეს ძალიან უცნაური. ნამდვილად. მეც გითხრი რომ ეს ძალიან უცნაურია. აი რომ. თუ საჭირო იქნება. ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ავატარის ძებნაში გავატარე. ვიცი რომ ჩემი ბედისწერა მისი დაჭერაა. ვიცი, პრინცესუკო. ბედი სასაცილო რამ არის. არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ გონებასა და გულს გახსნი, გპირდები რომ ერთ დღესაც შენს ნამდვილ ბედისწერას მიაგნე. მიაგნო უკვე. შენი წყალობით, აი რომ. კატარა. შესაძლოა შენი გარდაქმნის ყველა სჯერა, მაგრამ მე და შენ კარგად ვიცით წარსულში როგორ იქცევოდი. ამიტომ ახლა რაღაცას გეტყვი. თუ რამე შეგეშლება, თუ
თუ ერთხელ მაინც მაფიქრებინებ, რომ აანგისთვის რამის დაშავება გინდა. შენს ბედის წერაზე ფიქრი აღარ მოგიძავს. რადგან მე ვიზრუნდა, რომ შენი ბედი მაშინვე დასრულდეს. სამუდამოდ. ეს გამბედაობის პიკი იყო კატარა. ვაუ. ესე იგი ეს იყო ავატარი, ლეგენდა აანგის შესახებ მესამე სეზონის მე-12 სერია, დასავლეთის ჰაერის ტაძარი. ეს იყო რაც იყო, ვაუ, შვენიერი. ძალიან კარგი სერია. როგორც იქნა ზუკო შემოგვიერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ნდობა არ დამსახურებია ჯერ. ტოპი ენდობოდა ისედაც და ენდობა ახლაც რა თქმა უნდა, უკვე ანგიც ენდობა ნაწილობრივ სოკარც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით თქვი, რომ ცოტა გართულებები აქვს, მაგრამ როგორც უკვე თქვი, დაუძმაკაცდება 100%-ით ვარ დარწმუნებული. კატარას ყველაზე მეტად გაუჭირდება ზუკოს გაგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს გაუგებენ ძალიან მარტივად არა ახლას ის უგეს ვამბობ. აუცილებლად გაუგებენ ერთმანეთს მოერთ ამაზე გავჩერდები. ზუკო თვითონ ხო, აშკარად შეცვლილია, აშკარად გაითვალისწინა უკვე ის რაც აირომ უთხრა და ნანობს რომ ასე მოექცა კატარას, ნანობს რომ ასე მოექცა ანგს, აიროს და ზოგადად ყველას პასინგსეს ამბავს გულისხმობ. კი, მე მესმის კატარასი ძალიან კარგად, იმიტომ რომ პასინგსეში მეც კი ცოტა ეს ვქენი აგრესიული ვიყავი ზუკოს მიმართ, იმიტომ რომ ეგრე მართლა არ უნდა მოქცეულიყო. ასტორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინთან ძალიან და მაგაზე მომეშალა ნერვები. და კატარას დარწმუნებული ვარ, იმიტომ ასე განწყობილი ზუკოს მიმართ. მაგრამ საბოლოოდ ახლა შანსია რომ ეგრე დარჩნენ, ყველა ვარიანტში უნდა შეიგდნენ, ყველა ვარიანტში რა პირობებში მოხდება ეს არ ვიცი, მაგრამ ყველა ვარიანტში იპოვიან საერთო ენას. კიდევ ერთი რამ მისი აღნიშვნაც მინდა ეს არის ის, რომ ფეთქებადი კაცი დავამარცხეთ, მოვკალით უკვე, იმიტომ რომ რავი, მაინც ვერ მიხვდი მაგის მოქმედი, ჯერ ხო ხმა არ მოუღია არც ერთხელ, ჩავთვალოთ კიდე რომ ხმა მუნჯია და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ საქციელებს ვერ მივხვდი, დაგხირავებული ყავხარ ზუკოს და გეუბნება ავატარი მოკალიო, მაგრამ ახლა გითხრა რომ აღარ მინდო და რა საკეთებ, ანუ რა მიზნით თვითონაც გავუჩნდა ავატარის მოკლის სურვილი თუ მართლა რობოტი ვითაზროვნებს და ერთხელ გაიგო რაც დააბარეს და იმას აკეთებს, იმიტომ რომ არსებობს სინამდვილეში ეგეთი ხალხი, რამდენად უცნაურადაც არ უნდა შეფერდეს, რომ რობოტი ის კონდეს ტვინი. რობოტი ვით რასაც იგებს სხვა ფრის გაგება რომ არ უტოდეს. ყოველ შემთხვევაში მოვიცილეთ უკვე თავიდან და სიმართლე გითხრათ მიხარია, დიდარი მაგ პერსონაჟზე ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი ახლა რომ მეზისხებოდა და ერთი ამბობი, მაგრამ ერთ წინას ვიტყვი რომ მომწონდა, ჩვეულებრივი პერსონაჟი ჩემთვის ეგ პერსონაჟი წარმოადგენდა უბრალოდ ზუკოს და ანგის შენიგების ფაქტორს. всё. მეტი ჩემთვაში რაფერისთი და გადაასტატო ფაქტობრივად ეგ შეარიგა ესენი რეკუია ვინც ყველაზე ხშირად ჩხუბობდა ხალხი და მისი გვდიოდა. всё. კარგი, ნახოთ რა მოხდება ამ სერიაში. დავიწყოთ ჰაერის უკანასკნელი მგზავრებელი მესამე სეზონის მე-13 სერია 3-2-1. Let's go. წყალი. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. მიდიხნის წინ. ოთხიერი მშვიდები იმოხმარდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ზერმა ფრთხილად დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა.
მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ მანქს ნუ გადარჩენით კი გადაარჩინა უკვე ბევრი. ავატარი. ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. წავიდა. ავატარის წინა წინა სერიაში ამბული. და ახალი გეგმა როგორია? ახალი გეგმა ძველი გეგმა. შენ 4 ელემენტს უნდა დაეუფლო და ცეცხლის ბატონი კომეტის გამოჩენამდე დაამარცხო. ცეცხლის მართვის მასწავლებელი სად უნდა ვნახო? გამარჯობა. მე ზუკო ვარ. გამარჯობა მეზუკოვარეს მაგარი იყო. ცეცხლის მართვა უნდა გასწავლო. და ვიცი რომ ჩემი ბედის და თქვენი დახმარება და სოფლიოში წონასწორობის აღდგენაა. ვფიქრობ, ჩემი მასწავლებელი უნდა იყო. უნდა იყოს. ცეცხლი, მეცამეტე თავი, ცეცხლის მართვის ოსტატები. ოსტატები. ვიცი რომ ღელავ, მაგრამ გახსოვდეს. მართალია ცეცხლის მართვის უნარი ძლიერია, მაგრამ უკვე ვიწყებთ. წავიდა. კარგი, მისი არ უნდა მეშინოდეს. მაგრამ თუ მას პატივს არსებ, ის დაგეჭავს როგორც ბოროტი მარტორკა. მე რაიცი. ჩვენი ცეცხლის წარმოება. ცხოვრებაში მარტო ერთხელ აქვს გამოყენებული. იქნებ შენ გეჩვენებინა. კარგი აზრია. უბრალოდ უკან დაიხია. ამას ახლა აჩვენებს. კოლოსალურად იცე. ეს რა იყო? უკაცრავად. ეს მართლა არასოდეს მინახავს. ჩემი აზრით კარგი იყო. აგისაც ჯობია მაგრამ ზუკო. ეს რატომ ხდება? იქნებ სიმაღლის ბრალია. სიმაღლის. მეცანი, ვერ ხვდები რა? ანუ ძალიან მაღალზე რომ მე მაგიტომ უბრალოდ ისუნთქე და მე თო ზუკო რა გჭირს? ნუ მომხნევებ. შენი წინი ამდული ცეცხლი როგორიც უნდა იყოს. უკაცრავად ცხელო ადამიანო. და ასე ნუ მეძახ. ცხელოდები. გამარჯობა იდიოტებო. შეიძლება თქვენს იდიოტებო. სოკა. წადი. კარგი, დავშვიდდი. უბრალოდ უსაქმოდვა. იდიოტური მართვა. უგარია. სოკა. ნუ. არ ვავტყუებ ახლა. დაწლებული ნებისმიერ შანსს გამოიყენებს ზუკოს მიჩვენების. ყველა მომისმინეთ. ცუდი ამბავი მაქვს. რაღაც დავკარგე. მე ნუ მიყურებ. შენი ნივთებისთვის ხელი არც მე. არა. ჩემს უნარს გულისხმობ. ის გაქრა. მაპატიე, ირონიაზე მეცინება. წარმოიდგინე რა კარგი იქნებოდა მართვის უნარი დიდი ხნის წინ რომ დაგეკარგა. არ დამეკარგე. უბრალოდ კატა. რატომღაც დავსუსტდი. იქნებ არც ისეთი ძლიერი ხარ, როგორც გგონია. მაგარია. კი, ზუკოს არ ეცინება. სასაცილოა. არ ვიცი. პრინციპში შესაძლოა ხო. მართლა იქნებ შენ სუნარს სიბრაზე მართავდა. და ახლა საკმარისად გაბრაზებული არ ხარ. ჯონჯონმა თქვა რომ ცეცხლის ზაებლობა აგრესიის არა. კარგი, გაჩერდი. აუ. შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ აღარ მინდა რომ სიძულულსა და სიბრაზეზე დამოკიდებული ვიყო. სხვა გზა უნდა არსებობდეს. ცეცხლის მართვა სხვა ვინმესგან უნდა ისწავლო. მე პირველ წყაროს გთავაზობ. იმის თქმა გინდა რომ ვულკანში უნდა გადახტეს? არა. ზუკო იქ უნდა წავიდა, სადაც ცეცხლის მართვა წარმოიშვა. ანუ ვულკანში უნდა გადახტეს. ვაიმე სოკა. მაგალითად მიწის მართვა პირველად მაჩვებში წარმოიშვა. ერთხელ როდესაც მაჩვებში. გავიქეცი და გამოქვაბულში დავიმალე. მათ სწორედ იქ შევხვდი. ეს ის მაჩვები ხო არ არიან? ანგი და ეს ლაბირინთში კი. ჩემს ავით ბრმები იყვნენ, ამიტომ ერთმანეთს გავუგეთ. ვახსოვს. მიწის მართვა მხოლოდ ხელოვნების ნაწილი არ ყოფილა. ის ჩემი გრძნობების გამოხატვის საშუალება იყო. ისინი მიწის ჭეშმარიტი მბრძანებლები ამას მხოლოდ ბრძოლისთვის არ იყენებდნენ. ისინი მართვის საშუალებით სამყაროს უკავშირდებოდნენ. ანუ მიწის მწერლობის პირველი წყარო
მართვა პერების მათ შვები არიან? ჰარის პირველი მბრძანებლები მფრინავი ბიზონები იყვნენ. იქნებ ხანდახან გამოდელები ჩამიტარო მეგობარო. ეს ვერ დამეხმარება. ცეცხლის პირველი მბრძანებლები დრაკონები იყვნენ, მაგრამ ისინი დრაკონები. რას გულისხმობ? როკოს დრაკონი ყავდა და ბავშვობაშიც ბევრი დრაკონი მინახავს. უკაცრავად, მაგრამ ისინი აღარ არსებობენ. გასაგებია? კარგი, მაპატია. ნუ შეიძლება 100 წლის წინ იყო. ადამიანები, რომლებმაც დრაკონებისგან მართვა ისწავლეს, მზის მეომრები იყვნენ. ზის მეომრები? ბავშვობაში არასდროს მინახავს. არა, ათასობით წლის წინ დაიღუპნენ. მაგრამ მათი ცივილიზაცია აქვე ახლოს იყო. დას ნანგრევებში აქ შეუძლია სულების სამყაროში გადასვლა. ხანდახან წარსული აწმყოს განაგებს. და რა, თუ იმ ადგილას დადგებით, სადაც მზის მეომრები ათასობით წლის წინ იდგნენ, მათი ენერგიით აივსებით? შესაძლოა, ან ცეცხლის მართვის გამოყენების სხვა გზა უნდა ვიპოვო, ან სხვა მასწავლებლის მოძებნა მოუწევს. არ გვინდა. უკვე დიდი ხანია მივფრინავთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგონა რომ ეს რაღაც უფრო სწრაფად დაფრინავდა. აპა მართალია ზუკო, როგორც წესი მისიებს უფრო ამაღლებული განწყობით ვიწყებთ ხოლმე. ვერ ვიჩერებ რომ არი დარდო, მალე ყველაფერს მიეჩვევი. ნამდვილად. მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძველთა ძველი შენობებია, აქაურობა ნაცნობ ადგილს გავს. მგონი ცეცხლის ტაძრები ამ ადგილს უკავშირდება. კარგი, არქიტექტურაზე უკვე რაღაც გავიგეთ. წარსული კარგი მასწავლებელია. ვაუ. ზუკო, გონი წარსულს ჩემი მოკლა უნდა. ეს მახე რამდენიმე საუკუნის წინ შექმნეს და დღემდე მუშაობს. გონი აქ ბევრი ასეთი მახია. იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არ უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ აქ კიდევ ვიღაცაა. ვაუ, ეს კაი იყო. განწყობა, რომელზეც მეუბნებოდი. ნა. მიანები მახეებს არაგებენ. თუ რამე ძვირფას არ იცავენ. შეხედე, რაღაც საინტერესო ჩანს. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ადგილი ცეცხლის მართვაზე რამეს გვეტყვის. გონი გაბრაზებულები არიან. მეგონა დრაკონები მზის მეომრებთან მეგობრობდნენ. მეგობრობას უცნაურად გამოხატავენ. ზუკო, ბოლო 100 წლის განმავლობაში დრაკონებს რაღაც დაემართათ. და ამას არ მეუბნები. ეს შემს დიდ ბაბუას, სოზინს ეხება. დრაკონებზე ნადირობის ტრადიცია შემოიღო. დრაკონებზე ნადირობის? და თუ მათ დაამარცხებდი, შენი ნიჭი ლეგენდარული ხდებოდა. ოოოო. წოდებას იხებდი. ეს არ არის. ბოლო დრაკონი ჩემს დაბადებამდე დაამარცხეს. ეს ბიძა ჩემმა მოახერხა. მე კი მეგონა, რომ ბიძა შენი კარგი ადამიანი იყო. რთული წარსული ჰქონდა. როგორც ჩემს ეს ოჯახური ტრადიცია. მოდი გზა განვაგრძოთ. ეგ სამწუხაროა. იმას თუ მოუყვები სოზნი და როკუ, შენი დიდი ბაბუები რომ არიან. ნუ კონკრეტულად როკუ რომ არის შენი დიდი ბაბუა. ჩაკეტილია. მიწის მწერლობა გამოიყენე. მოიცადე. ან ესე. ეს ციური კალენდარია. ზუსტად ასეთები ცეცხლის ტაძრებში აქვს. სანაცვლეოს დავდებ, რომ მზის ქვეკარებს გააღებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მზის ხივი მას სწორი კუთხით დაეცემა, ანუ ნაბუნიობაზე. მაიმუნის ბუმბულები. ისე აქამდე ხარ დავჭერთ. ვერ დავჭერთ, მაგრამ დროის აჩქარება შეგვიძლია. მზის ქვას თუ მოვატყუებთ. კარგი ასია, ხომიცით. არაფერი ხდება. მიდი. მოვატყუებთ. მოვატყუებთ. იცი ზუკო, არ მაინტერესებს სხვები შენზე რას ამბობენ. შენ ძალიან ჭკვიანი ხარ. დამშვიდდი. უბრალოდ ქანდაკებები. აქ წერია, რომ ეს მოცეკვავე დრაკონია. ანუ სტილი ასეთი. ვანგ რაკენია ხა. ზუკო, წამოდი, მეცეკვე. რა? უბრალოდ მეცეკვე.
მამების მოძრაობები გავიმეორებ. ვერ ხვდები? ეს საცეკვაო მოძრაობები არ არის. ეს ქანდაკებები გაკვეთილს გვიტარებენ. ჩემი აზრით ეს მზის მეომრების მართვის ერთ-ერთი ფორმაა. აუ, ახლა ცეცხლის ბრძანებას შეძლებენ? ეს გახსნიან. ვიცით. ეს რა არის? ეს ერთგვარი მისტიკური ქვა. არ შეეხო. რატო? ის წვეტებიანი მახე გახსავს? უბრალოდ კვარცხლბეკზე დადებულ დიდ კაშკაშაქვებს არ ვენდობი. იგიც ვერტები. ჩანს. ცოცხალია. რა? არა. ეს მორიგი მახე. რატო ცოცხალია? ვერ ვთავისუფლდები. გონი რაღაც წებოა. ვორესია. ვერ მოძრაობ. ზუკო, რამე მოიფიქრე. მე? ვერც მე მოძრაობ. წესით და რიგით ცეცხლი უნდა გამოვიყენოთ. გაჩერდა. სუნთქავთ მაინც. გონი თუ დავშვიდდებით, აქედან გასახწევ გზას ვიპოვით. თელი დღე მათ გაატარა. კაშკაშა კვერცხი აუცილებლად უნდა აგეყო, არა? მე რამე მაინც გავაკეთე. მე რომ არა ეზოს არც კი გავხსნებოდით. დაგვახმარეთ. ვის უყვირი? რამდენიმე საუკუნეა აქ არავინ ცხოვრობს. რა უნდა ვქნათ? სამყაროში ჩვენს ადგილზე დავფიქრდეთ. მან თქვენით ვინ არის? ესენი მინები არის. ჩვენი მზის ქვის მოპარვას ვცდილობდით, ამიტომ მკაცრად დაისჯებით. აქ თქვენი ქვის მოსაპარად არ მოსულა. ჩვენ გვინდა რომ ცეცხლის მართვის უძველესი საიდუმლო გავიგოთ. ხო, რა თქმა უნდა. ნამდვილად ქურდები არიან და მზის მეომრების განძის მოპარვა უნდათ. ხო, როგორც წესი ამას თავიდანვე არ ვამბობ, მაგრამ მე ალატარი ვარ. უბრალოდ მოგვისმინეთ. მე ზუკო მქვია. მე ცეცხლის სამეფოს პრინცი ვარ. უпростоრად ვიყავი. ვიცი რომ ჩემმა ერმა ცეცხლის მართვა სიბოროტედ გადააქცია, მაგრამ ახლა სწორ და ჭეშმარიტ გზაზე დადგომა მინდა. როდესაც აქ მოვედით, ვერ წარმოვიდგენდი რომ მზის მეომრების ცივილიზაცია კიდევ არსებობდა. თქვენთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ატარა. გთხოვთ, მართვა გვასწავლეთ. თუ მზის მართვის სწავლა გინდათ, ეს ისეთი ოსტატებისგან უნდა ისწავლოთ, როგორებიც რენი და შოუ არიან. რენი და რენი და შოუ? შოუ არიან? როდესაც მათ წინაშე წარდგებით, გამოგცდიან. ისინი თქვენს გულებსა და სულებს საიკითხავენ და თქვენს წინაპრებსაც დაინახავენ. თუ ჩათვლიან რომ ღირსეულები ხართ, მართვას გასწავლიან, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, იქვე გაგანადგურებენ. თუნდაც ჩათვალონ. თუ ოსტატების ნახვას აპირებთ, მათ სამარადისო ალი უნდა წაუყოთ. ეს უძველესი ცეცხლია, რომელიც ადამიანებს დრაკონებმა მისცეს. ამ ცეცხლს ათასობით წლის განმავლობაში ვინახავთ. ვერ ვიჯერე. თითოეულმა თქვენგანმა ოსტატებთან ცეცხლი უნდა წაიღოს, რათა ცეცხლის მართვის მიმართ თავდადება გამოხატოს. ბატონო მზის უფროსო, მე ცეცხლის მბრძანებელი ჯერ კიდევ არ ვარ. არ შეიძლება რომ ცეცხლი ჩემმა მეგობარმა ჩემს მაგივრად წაიღოს. არა, ეს რიტუალი მზის მეომრების ფილოსოფიას გამოხატავს. თქვენ მუდმივი სითბო უნდა შეინარჩუნოთ. ცეცხლი გაქრება თუ ძალიან დაპატარავდება, მაგრამ თუ ცეცხლის ზედმეტად გადიდდება, კონტროლს დაკარგავთ. არც ერთია კარგი, არც მეორე. უკაცრავად. უბრალოდ ცოტათი ვღელა. თითქოს პატარა გულია.
ცეცხლი მხოლოდ დამანგრეველი ძალა არ არის, ის სიცოცხლეა. ცეცხლი რა თქმა უნდა. აიტანოთ. ოსტატების გამო რასაც ჯონჯონი ამბობდა, მართალია მარტო ნაწილობრივ. ვიცახდა რომ ცეცხლი მხოლოდ დამანგრეველი და გამანადგურებელია, მაგრამ სინამდვილეში ხო ვიცით რომ არა. დაუჯგარე. არ შემიძლია. თუ სწრაფად ვივლი, ჩემი ალი გაქრება. შენი ალი გაქრება, რადგან ძალიან პატარაა. ზედმეტად მორიდებული ხარ. გათამამდი. მაგრამ რა მოხდება თუ კონტროლს დავკარგავ? შენ ამას შეძლებ. არ უნდა ინერვიულო. ნიჭიერი ბიჭი ხარ. მეგორი გადიდდა ცოტა. ცეცხლის მართვის ოსტატებთან შეხვედრა თქვენთვის ძალიან საშიში იქნება. შენი წინაპრები დრაკონების გაუჩინარებაზე არიან პასუხის მიგებელნი. ოსტატებს შენი ნახვა არ გაუხარდებათ. მე ნამდვილად არ გამიხარდებოდა. როდესაც გაიგებენ რომ ავატარი ვარ, და გავიწყდა რომ გაუჩინარდი და ცეცხლის სამეფოს განადგურების საშუალება მიეცი. დრაკონების გაუჩინარებაზე პასუხს შენ წაგებ. ნაწილობრივ კი. უკან დაბრუნება შეგვიძლია. ცეცხლის მართვაზე ისედაც ბევრი რამ გავიგეთ. არა, ყველაფერს ბოლომდე ვნახავთ. ჩვენ ოსტატებს შევხვდებით და გავიგებთ ასეთი დიადები რატომ არიან. რა მოხდება თუ განაჩენს გამოგვიტანენ და შემოგვიტევენ? ჩვენ ცეცხლის სამეფოს პრინცი და ავატარი ვართ. ვინც არ უნდა იყვნენ მგონი მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რანგი ფლუს წას აირს და მიწას. ამიტომ წინააღმდეგობას გაუწევს. ოსტატებს დაუძახეთ. რა თქმა უნდა რიტუალი ძველებული. აი, მოდი ვნახოთ ოსტატი. ის ცეცხლზე ვნერვიულობ ცოტა. ზუკოს უფრო დიდი აქვს. ესე იგი ჯერჯერობით ზუკო ამას უკეთესად ფლობს. თუ ცხადია ახლა. მათ ვისაც რენთან და შოუსთან შეხვედრა უნდათ ახლა ცეცხლი უნდა წარადგინონ. ზე გამოიძახეთ. ზე გამოიძახეთ. რა ხდება? ზუკო, ჩემი ცეცხლი გაქრა. და მე რა უნდა ვქნა? შენ გამიყავი. არა, ცეცხლი შენით გააკეთე. არ შემიძლია. მაშინ მეომრისგან აიღე. სწრაფად. ნუ მატყუებ. შენ კი ნუ ძუნწობ. მოხდება თარმაგად. ეს ცოტა დრაკონი. და მეორე ლურჯი. ოსტატები ესენი არიან. და მაინც ვფიქრობ რომ მათ გავუმკლავდებით? ჩუმად. ეს არასდროს მithქვამს. აი ახლა დაიწყება. რამდენიმე წუთში ოსტატების სადილი. ჩუმად ხამგაო. რა? ყველა ასე ფიქრობს. მე არა. ასე ვიბოკეთე. ზუკო, მგონი დრაკონის ცეკვა უნდა შევასრულოთ. რა? რატომ ფიქრობ რომ მათ ჩვენი ცეკვა აინტერესებთ? მე ცეკვათ ისევ. უნდათ რომ რაღაც გავაკეთოთ. მოდი ვცადოთ. კარგი. რაზეც ცეკვებს ეს ბავშვი ზუკოს. მოსწოთ ნახეთ.
განაჩენის გამოტანის დროა. აუ ფერადი ცეცხლი ლურჯი კიდე მესმის აზუას აქვს მაგრამ მწვანე ნუ ამაზია ყველაფერს ნახდი. ჟა რა ის მაგრამ გაუთხდებოდა ახლა რომ არ შეჭამეს ცეცხლი ულამაზესი იყო. ნამდვილად მე არასდროს მინახავს. ეს ცეცხლის მართვის ჰარმონია. დიახ. მათ განაჩენი გამოიტანეს და ცეცხლის მართვის არსი დაგანახეს. ვერ ვიჯერებ რომ დრაკონები კიდევ არსებობენ. მიზე ჩემმა რომ თქვა რომ ის ბოლო დრაკონ შეებრძოლა და მოკლა. ესე იგი ბიძა შენმა მოიტყუა. სინამდვილეში ის ყოფილა. აირო ბოლო იყო ვინც ოსტატებს დაუპირისპირდა. ოსტატებმა ისიც ღირსეულ ადამიანად ჩათვალეს. ვა ისინი სხვებისგან დაეცვა. აუ ხოვალ გიძახი რა აირო მაგარია ცეცხლის მართვა დამანგრეველი იყო. მას შემდეგ რაც კატარა დავწვი, შეშარა და გაუბედავი გავხდი. მაგრამ ახლა ვიცი სინამდვილეში ეს რას ნიშნავს. ეს ენერგია, ეს სიცოცხლე. ო, თითქოს ეს შენში არსებული მზი. თქვენ ამას აცნობიერებთ? როგორ გითხრათ, ჩვენ მზის მეომრების ცივილიზაცია ვართ. რა თქმა უნდა ახლა დიახ, ვაცნობიერებთ. ჩემი უნარი ასეთი სუსტი სწორედ ამის გამო იყო. მრავალი წლის განმავლობაში ჩემი მიზანი შენი დაჭერა იყო და როდესაც თქვენ შემოგიერთდით, შინაგანი ცეცხლი დავკარგე, მაგრამ ახლა ახალი მიზანი მაქვს. მამა ჩემის დამარცხებასა და სამყაროში წონასწორობის აღდგენაში უნდა დაგეხმარო. აპარა ახლა როდესაც საიდუმლოებები გაიგეთ და ჩვენი ტომის არსებობის აი ეს განიხარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. აქ სამუდამოდ უნდა დაგატყველოთ. ხუმრობ. მაგრამ სერიოზულად გეუბნებით ამის შესახებ არავის უთხრათ. ტექნიკის კაი ხუმრობა კაი ხო მოვთხოვდი მე და ზუკოს ვერავინ შეგვაჩერებს. შესანიშნავი ცეკვა გისწავლიათ. ეს ცეკვა არ არის. ეს ცეცხლის მართვის ფორმა. ცეკვა ანუ ცეცხლის ბატონის წინაშე უნდა იცეკვათ. ეს მართვის საიდუმლო ფორმაა, რომელიც ათასობით წლის წინ შეიქმნა. მართვის ამ ფორმას რა ქვია? მოსეკვავე დრაკონი. უნდა მიეჩვიოს უკო უბრალოდ უნდა მიეჩვიო აუ რა იყო ეს ავატარი მესამე სეზონის კინოგამოცდამეერთი თქვენ ერთო მე-13 სერია ძალიან კარგი იყო ასევე სერია კარგი გამოვიდა ნახეთ დრაკონები ცეცხლის ოსტატები კიდევ ერთხელ დაგვანახეს აირო კარგი მხრიდან ფაქტობრივად მოატყუა ყველას რომ დახოცა დრაკონები და სინამდვილეში არაფერი არ დაუშავებია რავი აბა რა უნდა თქვა კიდე აიროსთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი ერთადერთი ვიტყვი იმას რომ არ ვიცი ასე რასაც შეიძლებოდა ახლა აირო რომ წასულიყო გაქცეულიყო მაგრამ იმედი მაქვს მალე ვნახავთ ნამდვილად და ზუკო და ანგი ზუკოს აშკარად ეთყობა ცვლიდება აშკარად ეთყობა რომ გამოსწორდა და კიდევ ერთხელ ახსენებ მაგას ხასიათების შეიცვალა სრულიად ანგი აუ როგორ გამიხარდა ცეცხლი რომ გამოიყენა როგორც იქნა კიდე ინახეთ თქვენ ჩემი რეაქცია ძალიან კარგი იყო მომენტი და ძალიან მომეწონა ერთი რაღაც რაც მინდა რაც მაინტერესებს ახლა რა გამოდის ზუკომ და ანგვა ერთ დონეზე იციან ცეცხლის გამოყენება ერთ დონეზე შეუძლიათ თუ ზუკომ ძველი ის დაიბრუნა ძალიან ძლიერი
ძალიან ძლიერი რო რა. ანუ როგორც ადრე ფლობდა, კარგად ცეცხლს ისე ფლობს თუ თავიდან უნდა დაიწყოს ისევ. მე მაინტერესებს ერთი. ნუ ალბათ გავიგებ შემდეგ სერიაში. ალბათ შემდეგ სერიას ახლა ვუყურებ, გათიშებ თუ რა ვიდეოს და ახალს დავიწყებ. შემიძლია ერთ სერიაში 4 ვიდეოს ვუყურო, მაგრამ ერთხელ გავაკეთე ეგრე და კიდე დრო გითხრით რომ ძალიან კარგი იდეა იყო არა. ამიტომ ნახოთ რა მოხდება სხვა დროს, ანუ კიდე შემიძლია განვავრცო ეგ თემა და ბევრი ლაპარაკო, მაგრამ არ თუ ისაჭირო დამწუთას. ცეკვა ვისწავლეთ რაც თავარია. და ხარა. აი, მომეწონა. მაინტერესებს ახლა აზულა რა სიტყვის, ზუკოს რომ დაინახავს, აქ და მეი რა სიტყვის მაინტერესებს კიდევ. აი, sorry, აზულას და მეის რეაქცია ყველაზე მეტად მაინტერესებს. ახლა კიდე გემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხილაკი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.